ამაღლობელი შიმშილობის 32 დღის ათვლაა დაწყებული. ექიმების თქმით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედის განსაკუთრებით საშიშ ზონაში, ანუ იმ ფაზაში, როცა ყოველი დღე ზრდის რისკს და ყოველი წუთი შეიძლება გახდეს შეუქცევადი პროცესის დასაწყისი. ექიმის კომენტარი მოვისმინოთ. ყოველ დღე მოსალოდნელია გარკვეული გართულება, სხვა ორგანოების ფუნქციის მოშლა, ხანგრძლივი შიმშილობა და განსაკუთრებით 30 დღე და პლუსი ყოველი შემდგომი დღე, რა თქმა უნდა, არის გარკვეულ რისკებთან დაკავშირებით, ვინაიდან ხდება სერიოზული ფიზიოლოგიური ძვრები ორგანიზმში, აისახება კუნთოვანი მასის შემცირებაზე და ასევე პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გულის ფუნქციაზე საუბარი. ამიტომ გაცემული იქნა როგორც ჩვენს მიერ, ასევე სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმების მიერ რეკომენდაცია, რომ სამედიცინო მონიტორინგი გატარდეს კლინიკის პირობებში, იმიტომ რომ ნებისმიერი გართულება, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მარტივი სამართავია კლინიკის პირობებში. რისკებს, რომელზეც ახლა ექიმი საუბრობდა, სისტემა არ იმჩნევს. ის ჟურნალისტს სამაგალითოდ სჯის, მოძალადისგან გამოჰყავს მსხვერპლი, მსხვერპლისგან მოძალადე. გარდა იმისა, რომ საქმის მთავარ ვიდეოში ასახული ფაქტი არ კვალიფიცირდება როგორც თავდასხმა პოლიციელზე, ირკვევა, რომ ეს საქმე პირველი დაკავების პირველივე მომენტიდან შეკერილია და გაყალბების დიდ საქმეში რეჟიმი ახლა სისტემის ბევრ ჭანჭიქსაც ითრევს. დავიწყოთ სისხლის სამართლის საქმით. ცნობილია იმ პოლიციელების გვარები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნახეს, როგორ გაუწითლდა ლოყა და ყური ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს მაშინ, როცა ამაღლობელმა სილა გააძნა. საქმის მასალების მიხედვით დგებუაძის შეწითლებული ლოყა დაინახა 4 მოწმემ. მათ შორის არის 1 სტაჟიანი და 3 ახალბედა ახალგაზრდა პოლიციელი. პირველი მოწმე არჩილ ანთაძე ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსი. მეორე ამავე განყოფილების დეტექტივი ცოტნე ქართველიშვილი. მესამე ბათუმის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის უმცროსი ინსპექტორი დავით ანთაძე. მეოთხე მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი ვახტანგ ბოლქვაძე. 4-ვეს ჩვენება იმდენად გავს ერთმანეთს, რომ ტოვებს გადაწერილი საქმას იდენტურია წინადადების წყობა, პროცესის აღწერის თანმიმდევრობა, ამიტომ მოგასმენინებთ ამ ჩვენების გახმოვანებულ ერთ ვერსიას, რადგან ჩათვალეთ, რომ ეს ტექსტი უნდა გაგვემეორებინა 4-ჯერ. ირაკლი დგებუაძე ამოქაჩვის შემდეგ მიტრიალდა სახით აღნიშნული ქალბატონისკენ, რა დროსაც ამ ქალბატონმა მარცხენა გაშლილი ხელი დაარტყა ირაკლი დგებუაძეს მარჯვენა ლოყა ყურის მიდამოში. მომხდარი შემთხვევის დროს მე ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია. ხოლო ირაკლი დგებუაძეს მარჯვენა ლოყაზე და მარცხენა ყურზე აღენიშნებოდა სიწითლის კვალი. სწორედ კოპირება აფიქრებინებს იურისტებს, რომ საქმის შესაკერად საჭირო და წინასწარ მომზადებული ტექსტი მისცეს პოლიციელებს. ბევრს მხრივ ეს ძალიან აშკარა ინტერესთა კონფლიქტია, როგორც გამომძიებლები, ისე მოწმეები და დაზარალებული დგებუაძე არიან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გრიგოლ ბესელიას სამსახურებრივ დაქვემდებარებაში. მედიაში არაერთხელ ითქვა, რომ ბესელია ირაკლი დგებუაძის ნათლია. ბესელია იყო პირველი, ვინც ადმინისტრაციული წესით დააკავა მზია ამაღლობელი. ანუ ამაღლობელის საქმეს იძიებს იგივე უწყება, რომლის უფროსმაც სახეში შეაფურთხა ჟურნალისტს და არ მისცა მას საპირფარეშოთის სარგებლობის უფლება, მოექცა მას ღირსების შემოახავად და არა ადამიანურად, თქვათ, რომ გამოძიება ამ მუხლითაც კი არ დაწყებულა დგებუაძის წინააღმდეგ. ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სულ ცოტა ხნის წინ მიმართა შუამდგომლობით, ისინი ითხოვენ დაუყოვნებლივ შეიცვალოს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, რადგან ეს არის სამართლებრივად გაუმართლებელი, სწორედ ამ კადრებს ხედავთ ახლა პარალელურად. ერთ-ერთი ახალი გარემოება, რომლის გამოც ადვოკატები პატიმრობის გაუქმებას ითხოვენ, არის პოლიციის მიერ მომზადებული დაკავების ოქმის სიყალბე. ამ სიყალბეს აჩვენებს ბათუმელების ვიდეო ჩანაწერი. კიდევ ერთხელ გასაგები რომ იყოს, აქ საუბარია პირველ დაკავებაზე, მაშინ როცა აქციის მონაწილეებს პოლიციელები აკავებენ სტიკერების გაკურის გამო, ამ სტიკერს აწერია იფიცება საქართველო, ამ დროს დგებუაძე აკავებს ამაღლობელის მეგობარს ციალა ქათამიძეს, კადრში ჩანს, რომ ადგილზე მიდის მზია ამაღლობელი, პოლიციის მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ის აპროტესტებს და პროტესტის ნიშნად მშვიდად ღობეზე აკრავს სწორედ ამ სტიკერს. სწორედ აქ მას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია აკავებს, ვიდეოში ისმის ირაკლი დგებუაძის ხმა. 150 მუხლია. მოდი მოვისმინოთ ეს ფრაგმენტი.
159 დაიმახსოვროთ ეს მუხლი, რომელიც ისმის რამდენჯერმე, ეს ეხება შენობაზე სტიკერის მიკვრას. ამაღლობელი დაკავებულია 173 მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, მის შეურაცხყოფას. თუ ამაღლობელს იმ მუხლს შეუფარდებდნენ, რაც გისმოდათ აუდიო ჩანაწერში, მაშინ ის საერთოდ არ უნდა დაეკავებინათ, რადგან 150 მუხლით პოლიციას არ აქვს ადამიანის დაკავების უფლება. რატომ არის მუხლის ცვლილება საინტერესო? სწორედ ამით მართლდება ამაღლობელის პატიმრობა უკვე სისხლის სამართლის საქმეზე მეორედ. ანუ თავიდანვე მთელი საქმე დააშენეს ყალბსაძირკველზე. კიდევ ერთხელ ვნახოთ კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკრავს ამაღლობელის სტიკერს, როგორ მიყვება ის პოლიციელს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. რასაც საქმეს ეს ახალი გარემოება და საიდან იწყება გაყალბების მთელი კასკადი, ახალი ფორმულას ეთერში ეს დეტალურად განმარტა მაია მწარიაშვილმა. Emoeva razet dras მთელი მზიას პატიმრობა ეს რა გითხრათ რა ზომის აღმაშფოთებელია რომ მოსამართლემ დააყრდნო თავისი პატიმრობა მზიას ადმინისტრაციულ დაკავებას. თქვა რომ ადმინისტრაციულად დააკავესო პოლიციამ პატივისცაო, გამოიყენა დისკრეცია, გაანთავისუფლო და ხელახლა ჩაიდინა კიდევ დანაშაული. ცხადად და ნათლად ჩანს როგორ აკავებს ბესელია აჭარის სამხარეო პოლიციის უფროსი მზიას სტიკერის დაკვრისთვის კადრი არის მანამ დაკავებისას მერე ერთ სიტყვას არ ამბობს მზია. ამ კადრში ჩანს რომ მას უკანონოდ აკავებენ სტიკერის დაკვრისთვის, რომლის უფლებაც მას ჰქონდა. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი უბედურება რომ უკანონოდ აკავებენ. ერთი ხო დააკავეს უკანონოდ. შეიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ ადგენენ და გააყალბეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და ვინაიდან ამ მუხლით ვერ დააკავებდნენ, რაც ეგონათ რომ აკავებდნენ 150 მუხლით, ყალბად შეადგინეს ოქმი და იქ დაწერეს რომ თურმე მზია იდგა და პოლიციელებს ეძახდა ძაღლებო, ღორებო შეურაცხყოფას აყენებდა. ამ დაკავების კადრში ისაც ჩანს რომ თვითონ ამბობენ იქვე 150 მუხლით ვაკავებთო. წარიაშვილი ამბობს იმასაც, რომ ამ დრომდე საგამოძიებო ორგანოს არ ამოუღია პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო ჩანაწერები. არადა სიმართლისკენ ყველაზე მოკლე გზა იქნებოდა სწორედ ეს ვიდეო. ცხადია სიმართლის დადგენა არ შედის სისტემის ინტერესში, მეტიც ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ დაკავებაზე ამაღლობელის შესაბამისი ოქმი არც გადაუგზავნია სასამართლოში. ანუ სასამართლოს არც კი უმსჯელია მართლა ჩაიდინა თუ არა ეს სამართალდარღვევა მზია ამაღლობელმა, როცა გააკრა სტიკერი. სამართალდარღვევა ცხადია ამ შემთხვევაში ბრჭყალებში. რაც შეეხება ირაკლი დგებუაძეს, ამ დრომდე ის ბათუმის პოლიციის უფროსია, მას სამსახურებრივი უფლებამოსილება არ შეჩერებია იმის მიუხედავად, რომ მისი მხრიდან ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებზე საუბრობენ სხვებიც. მალხაზ ირემაძე და აქციების მედროშე თემურ ქათამაძე, რომელიც კვლავ შიმშილობს. გავიხსენოთ დგებუაძის მუქარა, რომელიც ისმის ბათუმელების ადრე გავრცელებულ ჩანაწერში მზია ამაღლობელის მიმართ სისხლით დავიჭერ ამბობს ის. მიუხედავად მტკიცებულებების მთელი ერთობლიობისა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში არაერთი საქმეა, სადაც პოლიციაზე დანით თავდამსხმელიც კი გაუთავისუფლებიათ, ან გირაო გამოუყენებიათ მის მიმართ, მზია ამაღლობელის მარცხენა ხელის 4 თითი აღმოჩნდა დანაზე უფრო საშიში იარაღი სისტემა, ამაში ცდილობს რომ დააჯეროს მისი ამომრჩეველი. ამ ცრუ კითხვის ირგვლივ ცდილობს აზრის მობილიზებას პროპაგანდაც, პოლიციელზე თავდასხმა გამართლებულია, ასე ისმის პოზიტივის იმედის თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მაშინ როცა რასაც კადრებში ვხედავთ,
ამ ყველაფერს საერთოდ არ აქვს თავდასხმის, აი ამ დანაშაულის შემადგენლობა. დაახლოებით მსგავსი იყო გუშინ ვითარება რუსთავი ორის ეთერში პოლიტიკოსმა გიორგი ვაშაძემ ნინო შუბლაძეს თხოვა ამაღლობელის თემაზე პოზიციის მკაფიოდ გამოხატვა. ჟურნალისტმა სცადა ამოფარებოდა ამაღლობელის ჯანმრთელობის თემას, მაგრამ რეალურად მისი გზავნილი ბევრით არაფრით განსხვავდებოდა კობახიძე მდინარეძის რიტორიკისგან, რომ სასურველია შეწყვიტოს შიმშილობა და დანარჩენი გადაწყვიტოს სასამართლო. ძალიან გთხოვთ, რომ თქვენმა ტელეკომპანიამ რუსთავი ორმა დააფიქსიროს ამასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია, მოგვეხმარეთ, რომ ეს ადამიანი დავიხსნათ საპატიმრო დაწესებულებიდან, თქვენი მხრიდან, თქვენი კოლეგების მხრიდან. რა თქმა უნდა, ყველას ალბათ ნინო თქვენ თვითონ შეწყვეტოს ამაღლობებმა ჯანმრთელად იგრძნოს თავი, და თუნდაც გათავისუფლება მოხდეს. კი ბატონო, ეს სასამართლო უნდა გადაწყვეტოს, ბატონო გიორგი, ჩვენ თქვენზე. ნახეთ, ჩვენ ხო ვიცით რა რეჟიმში ვცხოვრობ. მე გითხრებით, ადამიანები შიმშილობს ამდენი დღეა საპატიმროში, როგორ შეიძლება ვინმე ეს უხაროდეს, მაგრამ არის თუ არა დანაშაული პოლიციელზე შეურაცხყოფა? არა, პირდაპირ გეტყვით, რომ ის ქმედება გეტყვით ახლავე აღიხსნით. ეს ხო არ დაიმალება. რა მნიშვნელობა ეს სისხლის სამართლის დადანაშაული არ არის. არ არის ეს სისხლის სამართლის დანაშაული და შეიძლება თქვენი მხრიდან არა მოწოდება არა ამაზე ვერ ვისაუბრებთ ლიანად, იმიტომ რომ სხვა საკითხებიც მაინტერესებს. ნინო შუბლაძე არის რუსთავი ორის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი. მისი კითხვა არის თუ არა პოლიციელი შეურაცხყოფა დანაშაული ნიშნავს იმას, რომ ის არ მიიჩნევს ამაღლობელს უკანონო პატიმრად. მაშინ როცა მზიას არ ჩაუდენია დანაშაული, რომელსაც სახელმწიფო ედავება და რის გამოც 4 ან 7 წელი უნდა გაატაროს ციხეში. მზიას მხრიდან არ ყოფილა ჩასაფრება, არ ყოფილა თავდასხმის განზრახვა. ამ დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა ის ვიდეო მასალებიც, რომელიც გადის სახელმწიფო პროპაგანდის არხებზე. ამის დანახვა არის ძალიან ადვილი, იმ შემთხვევაში თუ არ გაქვს ინტერესთა კონფლიქტი.